გამარჯობათ ბავშვებო. დღეს ზღაპარი ნაცარქექია წავიკითხოთ. იყო და არა იყო რა. იყო ერთი რძალ მაზლი. მაზლი საშინელი ზარმაცი და ზორბატანისა იყო. არაფრის გაკეთება არ შეეძლო. სულ ბუხართან იჯდა, ხელში ჩხირი ეჭირა და ნაცარს ქეკავდა. ამისთვის ნაცარქექია დაარქვეს. რძალი ეუბნებოდა: კაცო, ადეგ, მიდეგ, მოდეგ, იმუშავე და ოჯახში რამე შემოიტანეო, თორემ მე შენი რჩენის თავი აღარ მაქვსო. რძალმა მაინც ვერაფერი გააწყო. მაზლი სულ ბუხართან იჯდა და კარში ვერას გზით ვერ გაიტყუა. აღდგომა დღეს ნაცარქექია ძლივს წავიდა წირვაზე და წირვის შემდეგ რომ დაბრუნდა, რძალმა კარები მაგრად ჩაუკეტა და შინ ახარ შეუშვა. ნაცარქექიამ რძალს საგზაოდ ერთი გუდა ნაცარი, სადგისი და ახალი ყველი სთხოვა და გზას გაუდგა. ბევრი იარა თუ ცოტა იარა, ერთ დიდ წყალს მიადგა. მეორე ნაპირზე უშველებელი დევი დაინახა. დევი წყალს დასწაფებოდა და სვამდა. ნაცარქექია ძალიან შეშინდა, მაგრამ რა ექნა? ერთი გზის მედი არ იცოდა. იმ გზით ისევ შინ რძალთან უნდა დაბრუნებულიყო, თუ არადა დევის საოზმე გახდებოდა. იფიქრა და ბოლოს ეს მოიგონა. აბა, გავივლი და მტვერს დავაყენებო. ნაცარქექიამ გუდას სადგისი ურჩხვლიდა, გახვრიტა და რომ გაიარ გამოიარა, საშინელი მტვერი დადგა. დევი გაოცდა, შეშინდა კიდეც. ქვა აიღო და გამოსძახა. აბა, ამ ქვას წყალი გამოადინეო. ნაცარქექიამ უცბად ახალი ყველი ამოიღო. თან დაიხარა, ვითომ ქვა ავიღეო. მაგრად მოუჭირა ხელი, წყალით ქრიალით გამოადინა და დევს შესძახა. აბა აქეთ გამოდი, მხარზე შემისვი და წყალს გამიყვანე, ფეხის დასველება არ მინდაო. დევი მაშინვე გამოვიდა. ნაცარქექია მხარზე შეისვა და უთხრა: ოჰ, რა ძალიან მსუბუქი ყოფილხარო. ეს იმიტომ, რომ ერთი ხელი ცაზე მაქვს მაგრად მოკიდებული და თუ ხელი გავუშვი, მაშინ ვეღარც კი დამძრავო. ნაცარქექიამ სადგისი ამოიღო, დევს კისერში ჩაუჭო. დევმა საშინელი ყვირილი მორთო და სთხოვა, ხელი ისევ ცისათვის მოეკიდა. როდესაც წყალს გავიდნენ, დევმა უთხრა: წამოდი, დღეს სადილად მეწვიეო. ნაცარქექია შეშინდა, მაგრამ რას იზამდა, უთლოდ უნდა წაჰყოლოდა. დევისას რომ მივიდა, ნაცარქექიას დევის სახლი ძალიან მოეწონა. დაინახა ვეება კერძი ხმიადით ბუხარში იდო შედგმული. დევი სადილის მოსამზადებლად წავიდა და ნაცარქექიას დაუბარა. ხმიადისთვის ყური ეგდო, არ დამწვარიყო. ნაცარქექიას უნდოდა კეცი მოებრუნებინა, რადგან დაინახა, ერთი გვერდი ძალიან შეწითლებულიყო. როგორც კი კეცს ხელი ახლო, მაშინვე გადმობრუნდა და ნაცარქექია ქვეშ მოჰყვა. ბევრი ეწვალა, მაგრამ კეცის ქვემოდან ვერ გამოძვრა. დევები შემოვიდნენ ოთახში და სტუმარი კეცს ქვეშ მოყოლილი ნახეს. გაკვირდნენ. კაცო, ეგ რა გიქნიაო? შეეკითხა ერთი დევი. მუცელი ამტკივდაო და თბილი კეცი მუცელზე დავიდეო. ჭკუა იხმარა. ეგება როგორმე ტკივილმა გამიაროს მეთქი. ახლა კარგადა ვარ და აიღე კეციო, უთხრა ნაცარქექია. სუფრას რომ მიუსხდნენ, დევებს ღვინე შემოელიათ. აიღეს დიდი კოკა და ნაცარქექიას უთხრეს: თუ ძმა ხარ, გადი. ეზოში ქვევრია, ამ ხელადით ღვინო ამოიღე და მოგვიტანეო. ნაცარქექიას შეეშინდა უშველებელი დიდი კოკა რომ დაინახა, მაგრამ მაინც გავიდა ეზოში და დიდხანს აღარ დაბრუნდა. დევებს ლოდინი მოსწყინდათ, გავიდნენ და ნახეს. ნაცარქექიას ბარი აეღო ხელში და ქვევრის გარშემო მიწას თხრიდა. მაგას რა შვრები? კითხეს დევებმა. სჯობია მთლად ამოვიღო ქვევრი, ისე დავლიოთ, თორემ პაწაწინა ხელადით მოტანა ადამიანს მოსწყინდებაო.
დევებმა იფიქრეს, ჩვენ 9 ძმამ ძლივს ჩავსვით ცარიელი ქვევრი. ეს კი მარტო აპირებს სავსე ქვევრის ამოღებასო. თვითონ დევებმა აავსეს ხელა და ღვინით და შეუდგნენ სადგილს. ამ დროს ერთმა დევმა დაახველა და ნაცარქექია ჭერს მიეკრა. დევებმა მაღლა აიხედეს და ნახეს. ნაცარქექია ჭერს ეჭიდება. კაცო, მან რა მაგიყვანა, რას აკეთებო? როგორ გაბედეთ ჩემ წინ დახველებაო, უთხრა ნაცარქექიამ. ეს წყეპლა უნდა ჩამოვიღო და სულ გვერდები აგიწითლოთო. დევები ძალიან შეშინდნენ. ჩვენ 9 ძმამ ძლივს მოვიტანეთ თითო ხე და ეს წყეპლას ეძახისო. შეშინებული დევები სახლიდან გაცვივდნენ და გაიფანტნენ. ნაცარქექია როგორც იყო ბობღვით ჩამოძრა და დევების ოჯახს დაეპატრონა. ერთ დევს გზაზე მელა შეხვდა და ჰკითხა: დევო, სადმირბი ხარ? რა დაგემართაო? რაღაც სადმიურბი ვარ, ჩვენთან ერთი კაცი მოვიდა, კინაღამ დაგხოცაო და უამბო დევმა ყველაფერი. მელიას გაეცინა. ის ხომ ნაცარქექია, საცოდავი კაცი, რადგან არას აკეთებდა რძალმა სახლიდან გამოაგდო. მე იმად კარგად ვიცნობო, რაც ქათმები ჰყავდათ, სულ მე გაგუჩანაგეო. წამოდი, როგორ შეგაშინა მაგ ლაჩარმაო. ვერ გენდობიო, უთხრა დევმა. მელია ბევრს ეხვეწა. მაშ რომ არ მიღალატო, მოდი, ამ თოკით წელზე შემომებიო. მელიამ თვითონ მოიბა თოკი. მეორე ბოლო დევს გამოაბადა ასე გასწიეს დევის სახლისაკენ. ნაცარქექიამ დაინახა მელია და დევი, ძალიან შეშინდა, მაგრამ რაღაც იზამდა. მაშინვე კარში გამოეგება და უთხრა: შესაძაგელო, ჩემი 12 დევი გემართა და შენ მხოლოდ ერთი მოგყავსო? დევს ისე შეეშინდა, რომ თოკი გაგლიჭა, მელიაც გაფლითა და თავქუთ მოგლეჯილი გაიქცა. ნაცარქექიამ დევის სიმდიდრე, რაც კი რამებადა, სუნთლად აკლემებს აჰკიდა და რძლისაკენ წაიღო. რძალი გამდიდრა და ისევ დაიწყეს ტკბილი ცხოვრება. ჭირი იქა, ხინი აქა, ქათო იქა, ქვილი აქა.